იდეა იყო ჩემთვის, რომ თუნდაც ჩემი პრობლემებიდან და ჩემი ბრენდის პრობლემებიდან გამომდინარე, მინდოდა შექმნილიყო ესეთი პლატფორმა, სადაც გაერთიანებული იქნებოდნენ ქართველი დიზაინერები, აიტვირთება კოლექციები და თქვათ შევა ადამიანი, რომელიც თავის ფოტოსურათს ატვირთავს. ყავდა უამრავი დიზაინერი გაერთიანებული. ადგილობრივ ქართულ მოდის ბაზართან მუშაობა არც ისეთი ადვილია დღეს. მთავარ სირთულეებს აწყდება ქართველი დიზაინერი. ეხლა კიდევ არის რომ თქვათ ქათაუთები და ghost mannequin-ზე გადაღებული ფოტოები არის აუცილებელი. თავიდან მქონდა ამბიცია, რომ Mercedes-Benz-ის დიზაინერები და უკვე პრემიუმ დიზაინერები ყოლოდა geofashion.com-ზე. და რატომ ხდება, რომ აქ ძირითადად ყველაფერი გვიწევს, რომ ჩვენ თვითონ ვიყოთ, ანუ advertising-ის garaშე დღესდღეობით არაფერი აღარ ხდება. ჩადოს რესურსი ფინანსური და გადაგფაროს, ხო? ეს ყველაფერი იყო იმის საფუძველი, რომ ნინელიმ შემდეგ მოიხვეჭა ის სახელი, რაც ჰქონდა. უცებ აღმოვჩნდი რაღაცა სულ სხვანაირ სამყაროში. სხვა ნინელი, რომელიც უფრო საინტერესო იყო ჩემთვის. წავედი უფრო კომერციული ხაზით. შევეჩეხი იმ პრობლემას, რომ ეს არ იყო საბაზრო პროდუქცია. ხარისხზე ავიყვანოთ ჩვენი პროდუქცია, იმიტომ რომ ყველას გვინდა რომ საერთაშორისო ბაზარზე გავიდეთ. გადავწყვიტეთ, რომ ვიყოთ ძალიან პირდაპირები და გულახდილები, ხო? შემადგენლობებს ვკითხულობ, რომ რა არის, იმიტომ რომ საზღვარგარეთ ვაგზავნი და იქაც ონლაინ მაღაზიას აკეთებ. შენ რო დახატავ იმას და ხორცშიას ხავ მერე ქსოვილით, იმის რეალიზებას სად უნდა მოახდინო? გამარჯობა. წარმოგიდგენთ Fashion Talks-ის პირველ ეპიზოდს ორი წამყვანის ფორმატით. მე ვარ მაკა ხუციშვილი, ბრენდი მაკინეს და geofashion-ების დამფუძნებელი, ასევე მოყვარული ფოტოგრაფი და მოდის სტილისტი. მე ვარ ნინელი ჩხაიძე, დიზაინერი 15 წლიანი გამოცდილებით მოდის სფეროში. ახლა უკვე ბლოგერი, სტილისტი, მათ შორის საერთაშორისო ბაზარზე. ეს არის ჩვენი პირველი პოდკასტი მოდის ინდუსტრიის შესახებ, სადაც ვისაუბრებთ მოდის სფეროში არსებულ გამოწვევებზე, პრობლემებზე, გაგიზიარებთ ჩვენს პირად ისტორიებს, ასევე გვეყოლება სტუმრად ადგილობრივი დიზაინერები, მოვისმენთ მათ ისტორიებსაც, რა გზა გაიარეს თავიანთი ბრენდების ჩამოყალიბებაში, რა პროცესებს გადის ზოგადად ბრენდი წარმოების პროცესში და ასე შემდეგ ყველაზე საინტერესო დეტალებს გაგვიზიარებენ ისინი სწორედ აქ ჩვენი პოდკასტის ფარგლებში. დღევანდელ პოდკასტში კი გაგიზიარებთ უშუალოდ ჩვენს პირად ისტორიებს და მოდი მაკა დავიწყოთ შენი ისტორიის გაზიარებით. დავიწყოთ თავიდან. ვინ ხარ, საიდან დაიწყე და სად ხარ დღეს? კი ბატონო, პირველ რიგში დავიწყე ალბათ უფრო სხვა ბრენდით, ან ჩემი ბრენდით დავიწყე და არა geofashion-ით. ყველაფერი გვაინტერესებს, ყველაფერი მოყევი. და საკმაოდ დიდი პროცესი არის ჩემი ბრენდის დაწყების, რადგანაც მრავალწლიანი პროცესი გავიარე, სანამ მაკინემდე მივიდოდი და ჯერ კიდევ ვფიქრობ, რომ მაინც დიდი პროცესია გასავლელი, რომ ჩამოყალიბდეს იმ ბრენდად, როგორიც მე წარმომიდგენია. და ამ პროცესში უკვე geofashion-ებიც, ასე ვთქვათ, წამომეწია, იმიტომ რომ იდეა იყო ჩემთვის, რომ თუნდაც ჩემი პრობლემებიდან და ჩემი ბრენდის პრობლემებიდან გამომდინარე, მინდოდა შექმნილიყო ესეთი პლატფორმა, სადაც გაერთიანებული იქნებოდნენ ქართველი დიზაინერები და საერთაშორისო ბაზარზე გაიტანდნენ. ეს იყო ონლაინ ბუტიკი, მაკა, სადაც რეალიზებაც ხდებოდა ამ დიზაინერების. კი, 170 ქვეყანა იყო თავიდანვე მიმული და იდეა იყო ეს, რომ ქართველი დიზაინერების პროდუქციები გატანილი ყოფილიყო საერთაშორისო ბაზარზე. ანუ საზღვარგარეთზე იყო ძირითადი აქცენტი. კი, ანუ ქართული ბაზარი არც მოიაზრებოდა, იმიტომ რომ ქართული ბაზარი ძირითადად ვიცოდი უკვე მანამდე შესწავლილი მქონდა და თუმცა შენ ადგილობრივი წერტილიც გქონდა, ხო, სადაც ქართველი მომხმარებელი ჩვეულებრივად შეძლებდა და კი, მქონდა ადგილი, ატელიე და ზოგადად მაკინეს კოლექცია ვიყიდებოდა ასე, მაგრამ როგორც ბევრი ჩელენჯი არის და ბევრი გამოწვევა, რაღაც პერიოდი გადავწყვიტე, რომ ჩემი ბრენდი, ასე ვთქვათ, ჩემ ბრენდს დაესვენა ცოტა ხანი და რაღაც შემექმნა ბრენდი მაკინე, ხო? ანუ კი, ბრენდი მაკინე, რომელიც მაშინ რო გასაგები კი, ბრენდი მაკინე, რომელიც მაშინ მხოლოდ ტანსაცმელი ხაზის შემოიფარგლებოდა, თუმცა ახლა სამკაულის ხაზიც ძალიან ლამაზი სამკაულები გაქვს და დიდი მადლობა.
და უფრო ძირითადად ახლა ქართული ჩუქურთმის კოლექცია მაქვს წარმოდგენილი. ეს ყველაფერი წამოვიდა იქიდან, რომ ჩემი ბიძა მუშაობს ხეზე და ქართულ ჩუქურთმას აკეთებს, ანუ მისი შესრულებული არის უამრავი ჩუქურთმა ბევრ ეკლესიაში და ბავშვობიდან ხედავდი მის ნამუშევრებს, თუ როგორ მუშაობდა და ეს ქართული ჩუქურთმა ინსპირაცია იყო ჩემი, ასე ვთქვათ, კაფსულა კოლექციის. ძირითადად შემოქმედი ადამიანის მოღვაწეობის პროცესში, როგორც ვაკვირდები, რაღაცა სიღრმისეულია, ეს ბავშვობის გამოცდილება, ან რაღაცა ისტორია უდევს ხოლმე საფუძვლად და ესეც ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. ნუ ბავშვობას გავიხსენებ კიდევ ბავშვობის კუთხით საინტერესოა ის, რომ ნუ იმ პერიოდში 90-იან წლებში არაფერი არ იშოვებოდა, ალბათ გემახსოვრება. რომელი მოდის სფეროზეა ბურდა და ესეთი კატალოგები რო იყო ელე და ქველი და რაღაც და ნუ დედა ჩემის ძალიან კარგად კერავდა, აპლიკაციებს აკეთებდა, ქსოვდა და ნუ მახსოვს რომ ამ პერიოდში ნუ ბებიის ტანსაცმელი ვთქვათ კომოდიდან გამოღებული მე ასე ვთქვათ რიმეიკი ხა ძალიან მოდაშია ამ ყველაფრის გაკეთება და რაღაცა ძალიან ისე ვიყავი ხოლმე ხატავდი მაშინ ესეთ სკეჩებს მე ვხატავდი ტანსაცმელს ვაცმევდი და ეხლა სხვათა შორის ეს იუნისტაილერი შემოვა ეხლა უკვე ცოტა ხანში ჩაუშვებთ ხელოვნური ინტელექტი იქნება ჩაინსტალებული ესეც ასევე ქართველი დიზაინერების კუთხით იქნება მხოლოდ ქართველი დიზაინერები იქნებიან წარმოდგენილები და აი ზუსტად ჩემი ბავშვობის ოცნება იქნება იქ რაღაც მომენტში რომ თქვათ აიტვირთება კოლექციები და თქვათ შევა ადამიანი რომელიც თავის ფოტოსურათს ატვირთავს და იგივე ნებისმიერი კოლექცია შეიძლება რომ თავის თავზე მოირგოს იქნება ასევე რეკომენდაციო ძალიან ბევრი API არსებობს მე მგონი ეხლა ეგეთი რომ ეს შედიხარ ირგებ ტანსაცმელს მაგრამ როგორც მივხვდი თქვენი სივრცე პლატფორმა იქნება უშუალოდ იმ დიზაინერების ტანსაცმელზე გათვლილი ქართველი დიზაინერების პლატფორმა იქნება ანუ ეს იქნება ასე ვთქვათ geofashionების გაგრძელება მაშინ თუ დავიწყე და მარტო ვაკეთებდი ყველაფერს ახლა ჩემი ტექტი მიმყავს და მე უბრალოდ ის გამოცდილება რაც ამდენი ხნის განმავლობაში გავიარე დარწმუნებული ვარ რომ აქ ძალიან გამომადგება თუნდაც დიზაინერებთან ურთიერთობაში თუნდაც ხარისხის კონტროლში და ნებისმიერ გადაღებებში იქნება თუ ნებისმიერ პროცესში რასაც დიზაინერი გადის და ნუ ამ კუთხით ძალიან საინტერესო იქნება ეს ახლა სიახლეა ცოტა ხანში მოდი სიახლეზე ოდნავ მოგვიანებით და ეხლა მე ვიცი რომ შენ საკმაოდ ხანგრძლივი პროცესი და საკმაოდ დიდი შრომა გაქვს ჩადებული geofashion labs პროექტში. ყავდა უამრავი დიზაინერი გაერთიანებული, მათ შორის ერთ-ერთი მეც ვიყავი. ამაზე ცოტა მოგვიანებით ვისაუბრებ. და მაინტერესებს რამდენად რთული იყო გზის დასაწყისი, თუნდაც მე პროცესის განმავლობაში რა სირთულეებს გადააწყდი, აი ადგილობრივ ქართულ მოდის ბაზართან მუშაობა არც ისეთი ადვილია დღესობით გამომდინარე ჩვენი საყოფაცხოვრებო და სოციალური პირობებიდან გამომდინარე. ძალიან ბევრი ისეთი დეტალი არის, რომელსაც უბრალოდ რესურსი არ გვაქვს ქართველ დიზაინერებს, რომ ჩვენ თავზე ავიღოთ ეს პასუხისგებლობა და ძალიან ბევრი რესურსი არ გვაქვს სამწუხაროდ და ამაზე მოდი დაწვრილებით მოგვიყევი, რა თავარ სირთულეებს აწყდება ქართველი დიზაინერი, რომ ბრენდი აწარმოოს ხარისხიანად და შემდეგ რა თქმა უნდა გაიტანოს საზღვარგარეთის ბაზარზე. კი ბატონო, ანუ პირველ რიგში დავიწყებ იქიდან, რომ როგორც კი ონლაინ მაღაზია ჩაუშვი, ანუ ძალიან ბევრი დიზაინერს არ ქონდა ელემენტარულად იგივე lookbook-ი, ვთქვათ, line sheet-ი, რაც ონლაინ მაღაზიისთვის აუცილებელია. ეხლა კიდევ არის, რომ ვთქვათ, ქათაუთები და ghost mannequin-ზე გადაღებული ფოტოები არის აუცილებელი, თუნდაც აი ხელოვნური ინტელექტის კუთხით, როდესაც ghost mannequin-ზე არის გადაღებული ფოტო, უკვე მარტივი არის, რომ ვთქვათ, ტექნოლოგიურად ჩააცვა იგივე თქვათ იგივე ტანზე და მოარგო. და მაგრამ რატო არ ქონდათ აი უბრალოდ ამის ცოდნა რა აქვთ რომ აი ეს ყველაფერი რაღაც რეგლამენტში ზის თუ უბრალოდ არ აქვს. ჩვენი დიზაინერები არიან რა თქმა უნდა უკვე წამყვანი დიზაინერები რომლებსაც lookbook-ებიც აქვთ line sheet-ების თუმცა იყო ეს მომენტი როდესაც მე დავიწყე თავიდან მქონდა ამბიცია რომ Mercedes-Benz-ის დიზაინერები და უკვე პრემიუმ დიზაინერები მყოლოდა geofashion.com-ზე კი ბევრი დიზაინერი წამოყვა სხვათა შორის თქვათ იგივე ლელა ელოშვილი ანი დათუკიშვილი და მათ ქონდათ ეს ყველაფერი უკვე გამზადებული lookbook-ები line sheet-ები
მაგრამ უკვე დამწყებ დიზაინერებს რომ გადავედი, იქ მივხვდი რომ საერთოდ არანაირი მასალა არ იყო და ეს უკვე ხარჯებთან არის დაკავშირებული, რადგანაც როდესაც დიზაინერი ამთავრებს აკადემიას და აქვს კოლექცია, იქ უკვე ხა საკონკურსო კოლექცია და ვთქვათ დამამთავრებელი კოლექცია სულ სხვა არის და კომერციული კოლექცია, რომელიც უნდა შოურუმში გაიყიდოს. პროფესიონალური ხაზი უკვე. ხო, ეს შეიძლება ჩაგერთვები ხო, რომ ჩემი თავის მახსენდება იმ პერიოდში სხვანაირი ხედვა გაქვს. უფრო მეტად ემოციებზე და ენთუზიაზმზე ხარ იმ პერიოდის სტუდენტი, როცა ხარ ჯერ კიდე დამოკიდებული და რეალურად ის სურათი, რაც მე შენ დაგხვდება პროფესიული განვითარების გზაზე, აი ამის ცოდნა ბევრს და უმრავლესობას არ აქვს. ზაობა კიდევ თუ რამხელა პროცესია გასავლელი და ელემენტარულად რომ ვთქვათ მარტო ფაქტურა ქსოვილის ყიდვა და იგივე სკეჩი არ არის და მე იგივე უდიდესი პრობლემა მთელი თემები რომ კონსტრუქტორს და კერავს შორის ურთიერთობა და ეს ყველაფერი დაალაგდეს და იგივე ვთქვათ თუნდაც რომელი ქსოვილისგან რომელი ვთქვათ აიტემი შეიძლება უფრო კარგად დადგეს და ძალიან უამრავი რაღაც მომენტია. ამას თავი რომ დავანებოთ, კიდევ არის ის, რომ უწევთ მე სოციალების მართვა, ვთქვათ, იგივე advertising-ი და ბუღალტრული მიმართულებები. რატომ ხდება ესე, რომ ძირითადად საქართველოში მოღვაწე დიზაინერს უწევს მთელი რიგი პასუხისგებლობის საკუთარ თავზე აღება. მე როგორც უკვე აღვნიშნე, მაქვს გამოცდილება საერთაშორისო ბაზარზე მუშაობის, როგორც სტილისტად, როგორც ბლოგერად და ხედავ რომ არის აბსოლუტურად განსხვავებული სისტემა. ყველა მოდის სახს თუ იქნება ეს დიზაინერი აბსოლუტურად ყავს თიმი თავისი და დელეგირებული არის დელეგირებული აბსოლუტურად და აი ეს პროცესი, რასაც დღეს ქართულ რეალობაში ვუყურებთ, რომ სიტყვაზე შეიკერა პროდუქცია და გამოვიდა რეალიზებაზე, ამის უკან რამდენი შრომა და რამდენი კადრი დგას, რამდენი პროფესიონალი კადრი დგას, ანუ ის რომ ფოტოგრაფი ცალკე პროფესიაა, ის რომ სტილისტი ცალკე პროფესიაა, მეიქაპი ცალკე პროფესიაა და აი უამრავი რამდენის ჩამოთვლა შეიძლება თუნდაც ერთი სეტის გაშლით, ხო? და რატომ ხდება, რომ აქ ძირითადად ყველაფერი გვიწევს, რომ ჩვენ თვითონ ვიყოთ, ანუ სტილისტიც ჩვენ ვართ, რიგ შემთხვევაში ფოტოგრაფიც ჩვენ ვართ ხოლმე, ხო? კი, პირველ რიგში, ყველა შემთხვევაში მაინც ფინანსებთან მივდივართ, იმიტომ რომ დამწყები როდესაც არის ადამიანი დიზაინერი და ვთქვათ, აქვს ძალიან ნიჭიერია, აქვს ძალიან ლამაზი კოლექცია, მაგრამ ამით ყველაფერი ხო არ სრულდება. თუნდაც ის რომ ვთქვათ, შეკერა კოლექცია და გამზადებული აქვს, ამით არ სრულდება. ვთქვათ, მიიტანა შოურუმში, ჩამოკიდა და დამთავრდა, არის მთელი სპექტრი, მე რაც უნდა გაკეთდეს. თუნდაც იგივე რომ სჭირდება აუცილებლად სოცგვერდები, ინსტაგრამი, ფეისბუქი, ტიკტოკი და სხვადასხვა, სტილი სხვადასხვა სტილში უნდა აწარმოოს, იმიტომ რომ ტიკტოკს სხვა სტილი აქვს, ინსტაგრამზე ესთეტიკა არის საჭირო და თქვათ იგივე Facebook-ზე რაღაც ლაივები თუმცა ხა ეს ლაივები სხვადასხვა კადრები სჭირდება. სოციმედია მენეჯერი შეიძლება აიყვანოს, მაგრამ ეს სოციმედია მენეჯერი უნდა იყოს ძლიერი იმაშიც, რომ TikTok-ზე თვითონ კონტენტი უნდა შექმნას, სხვა პლატფორმებში სხვადასხვა კონტენტი უნდა შექმნას და სხვადასხვა კონტენტის შექმნაც ასევე დაკავშირებულია რა თქმა უნდა დროსთან და ფინანსებთან, ხო და შესაბამისად ამას პლუს advertising-ის გარეშე დღესდღეობით არაფერი აღარ ხდება, როგორც გინდა კარგი ორგანული კონტენტი შეიძლება გქონდეს, მაგრამ advertising-ის გარეშე უკვე ნებისმიერმა შეიძლება რაღაცა სხვა ბრენდმა, კომერციულმა ბრენდმა უფრო მეტი ნახვაც ჩადოს რესურსი ფინანსური და გადაგფაროს, ხო? კი, გადაგფაროს და შესაბამისად შედეგი ვერ მიიღო. ამიტომ შენი ორგანული კონტენტიც თუნდაც. ამიტომ მაინც მივიდივართ ფინანსებთან და თუნდაც არის კიდევ ეს მომენტი, რომ ვთქვათ, სოციმედია მენეჯერი სხვა გჭირდება, advertiser-ი სხვა გჭირდება და მოდის მიმართულებით არის ძალიან კიდევ დიდი პრობლემა, რომ მარკეტინგი, მოდის მარკეტინგი, advertising-ი ამ მიმართულებით საერთოდ არ არის, იმიტომ რომ რამდენი კომპანია დამიკავშირდა მე და როდესაც кейსები ვთხოვე, რომ ვთქვათ, მოდის მიმართულებით თუ გაქვთ кейსები, ანუ ფაქტობრივად არც ერთ კომპანიას არ ქონდა ამ მიმართულებით кейსი და მთავაზობს არც ატესტო ვერსიას, რომ მე ვთქვათ ვიცოდე, რომ ანალიზი გავაკეთო, მე მიღირ თუ არა ის თანხა მინიმალურად, ვთქვათ 2000 ლარი იყო, 1000 ლარი იყო. მეც მქონია მსგავსი გამოცდილება და აქ გავაზიარებ ერთ პატარა მომენტს. საინტერესო იქნება ალბათ ესეც მოვყვეთ.
ჩემი ბრენდი როგორც აღვნიშნე ნინელი 2015 წლიდან დავაფუძნე და ვაწარმოებდი ეს იყო ეროვნულ მოტივებზე აგებული კონცეფციის ბრენდი რომელიც ნამდვილად ძალიან კარგად გვახსოვს ყველას ანუ მეც და ყველას ხო საკმაოდ წარმატებული იყო მინდა გავიხსენო ალბათ 5-6 წელი 7 წელიც შეიძლება ითქვას და სწორედ ეს იყო ის პერიოდი, მაშინ როდესაც არანაირი კომერცია, არანაირი ბიუჯეტი მარკეტინგისთვის არ საჭიროებდა ესე მახსოვს რომ პოსტი დაიდებოდა თუ არა იმ ხელა გამოხმაურება მოყვებოდა რომ ну არ ვიცი ამან განაპირობა შემდეგ რა თქმა უნდა ბრენდის უზომოდ დიდი ცნობადობა მე მახსოვს რომ საკმაოდ ბევრ ცნობილ სახესთან თანამშრომლობდი და ეს ყველაფერი იყო იმის საფუძველი რომ ნინელიმ შემდეგ მოიხვეჭა ის სახელი რაც ჰქონდა და მე მახსოვს პანდემიამდე მე მოვყვები ანუ იმ geofashion.com-დან რომ მოვედი და ერთ-ერთი დიზაინერი პირველი რომელიც იყავი და გადაღება რომ გვინდოდა რომ გავაკეთებინო და მოგესტუმრე შოურუმში და რაღაცა ვიცი რომ რუქები რაღაც ქართული ეს თემატიკა და უცებ აღმოჩნდი რაღაცა სულ სხვანაირ სამყაროში იმიტომ რომ ეს quilting ტექნიკა და ეს ინტერიერში quilting ანუ აღმოჩნდა სხვა ნინელი რომელიც უფრო საინტერესო იყო ჩემთვის ეხლა რა თქმა უნდა ქართული თემატიკა და პატრიოტიზმის სხვა თემაა მაგრამ შემოქმედებითი ადამიანი დავინახე მადლობა ძალიან ჩემთვის ეს ძალიან ბევრს ნიშნავს სხვადასხვა არა მარტო შენი რეაქცია იყო ეგ ვინც კი მოდიოდა შემდეგ იქ შოურუმში რომ განმარტო მაყურებლისთვის ალბათ quilting ტექნიკა რომელიც მაგამახსენა ეს არის ერთ-ერთი უძველესი ქართული ხელსაქმე რომელიც გულისხმობს პატარ-პატარა ნაჭრებით დიდი კომპოზიციების აწყობას მე იმ პერიოდში ძალიან აქტიურად ინტერიერის დეკორს ვაკეთებდი კედლის დეკორატიულ პანოებს და მქონდა ეს ყველაფერი გამოფენილი ჩემთან შოურუმში და ძირითადად ეს კომერციული ხაზი ნინელისი რაც იყო რომ ეს რუქა საქართველოს პატრიოტიზმი ისთვის შემოვედი იმიტომ რომ იმდენად საინტერესო იყო და ყველას ეგ რეაქცია ჰქონდა მოდიოდნენ ამ რაღაცა რუქის შესაძენად და უცებ ხვდებოდნენ რაღაცა გალერეის სივრცეში და პირველი კოლექცია ანუ ის რაც გადავიღეთ ეს ხო quilting-ისგან შექმნილი ჟილეტები პიჯაკი ხო ტანსაცმლის ხაზშიც გამოვიყენე ხო რომელიც მე გადავიღე მახსოვს ძალიან საინტერესო იყო მანდ მოდი ვისაუბრებ ახლა ჩემ გამოცდილებაზე რატომ ვერ განვითარდა აი შემოქმედებითი ხაზი და რატომ ესე ვთქვათ წავედი უფრო კომერციული ხაზით საკმაოდ დიდი გამოცდილება მაქვს მე აი ამ ტექსტილ არტის მიმართულებით მოდი ესე მოიხსენიებ საერთაშორისო გამოფენებზე სიარულით ანუ მე როცა დავიწყე ეს ხელსაქმე ინსტიტუტს ვამთავრებდი ბოლო წელს მაგ დროს შევისწავლე ეს quilting patchwork ესე ქვია ხო ხელსაქმე და ძალიან გამიტაცა და აქტიურად რო დავიწყე ამ დეკორაციების მზადება, მოვიზიე შემდეგ უკვე საერთაშორისო ბაზრები, სადაც იყო ძალიან ცნობადი და მოთხოვნადი ეს ხელსაქმე და 2015 წელს მე მაშინ კულტურის სამინისტროს ფარგლებში მქონდა პროექტი გაკეთებული, რომელიც დაფინანსდა და წავედი ჩემი ექსპოზიციით, აი ამ საფრანგეთში, ალზასში, კერძოდ ტექსტილის საერთაშორისო გამოფენაზე და იქ ვიყავი მაშინ პირველი ქართველი, რომელმაც ესე ვთქვათ, გავაერთიანე ქართული ხელსაქმე, ანუ საქართველო აი ამ სფეროში და ფერადი კოლექცია ქონდა წაღებული თუ მაშინ მქონდა ინტერიერის დეკორაცია, კი, კედლის დეკორატიული პანოები მქონდა. ოღონდ მე ვიყავი თვითონ გამოწყობილია ეს quilting იმდენად ჩემი იყო და მომეწონა და აზარტში ვიყავი რომ დავიწყე ტანსაცმელზეც გამოყენება და ჩემთვის შევიკერე. პარიზის კვირაულზე? კი, პარიზშიც საკმაოდ აქტიურად. დენიმის გაკეთებული ტანსაცმელი რაღაც უცებ წავამიტი. ძალიან თვალშისაცემი არის ყოველთვის ეგ კონკრეტული ჯინსის ტრენჩი ესე ვთქვათ. დამთვალიერებლები ვინც მოდიოდნენ გალერეაში მათთვის იყო ეს უცხო, რომ ანუ იმდენ სტატიკურად და შაბლონურად უყურებენ, რომ აი სიტყვაზე მე ვმუშაობ ხოლო კედლის დეკორზე და ვაუ, ტანსაცმელი გაწვია, ქურთუკი გაწვია, რა მაგარია, ესე მოდიოდნენ ხელით მეხებოდნენ. ნუ მე თან მქონდა ქართული თემატიკა. ფერადი გეცვა თუ აი კონკრეტულად ეხლა რა ფერადი საყელოთი იყო კი, აი ეს ნაჭერი გადაკერებული, ფერადი საყელო და კაპიშონი მქონდა დამუშავებული.
და როგორ მახსოვს აი მათი ემოციები რომ გამოხატავდნენ მე მქონდა ქართული თემატიკის ექსპოზიცია წაღებული და იყო ძალიან განსხვავებული მათგან რომ მოდიოდნენ ისეთი ემოციებს მიზიარებდნენ და ისეთი ხოტბა და შეკება გამოვიწვია და დავიმსახურე რომ აი ცოტა არარეალურ სამყაროში მეგონა თავი მაშინ. ხო მე რა მომეწონა იცი აი ხო არის ზოგადად ქვილთი რაც მინახია და რაღაც ძალიან ფერადი და სიჭრელე და ხო ან ძირთადად უცხოელებს ეს თემა ძალიან მოწონს სიჭრელე და მე თვითონ რაც კოლექციაში რომ გამიკეთებია მხატვრების კოლექციებიდან განომიღია და თქვა დავიმპრინტია და მე მქონია იგივე დეიკოს ირაკლი ჩიქოვანის იმიდან მაგრამ ეს ფერადი კოლექცია გავიჭირდა ფერად კოლექციას, მოკლედ საქართველოში გავიდა, რაც გავყიდე, უცხოელებმა იყიდეს და შენთან რომ მოვედი, მე ვნახე, ანუ ეს ქვილთი ვიცოდი რომ რაღაცა იქ კატალოგებში იქნება თუ უცხოელებში, მაგრამ ის მინიმალისტურად გაკეთებული რაღაც შავი, ლაკი, რაღაც ყავში და ეს დეტალები იყო ძალიან საინტერესო, აი ამ დიზაინერის უნარმაც რომ ანუ აი ეს მომეწონა ძალიან, იმიტომ რომ ფერადი რო ყოფილიყო, შეიძლება რაღაცა ჩვეულებრივად ვიმეღო რომ ქვილთია მაგრამ აი ის გემოვნება იყო იქ დავინახე ის გემოვნება რომ ის ქვილთის ტექნიკა გემოვნებით იყო გადატანილი სუბიექტურია ძალიან კი რა თქმა უნდა მაგას მე გააჩნია შენ თუ ტექნიკას ფლობ უკვე მე გემოვნების ამბავია რაში საითაც გინდა იქით წაიყვან ამას ეს არის საკმაოდ შრომატევადი ხელსაქმე ალბათ იცი და წარმოგიდგენია ხო თვითონ ამუშავარ შეიძლება კვირა 1 და 2 კვირა დაჭირდეს და მე შევეჩეხე იმ პრობლემას, რომ ეს არ იყო საბაზრო პროდუქცია, ეს იყო რაღაცა ექსკლუზიური ხასის პროდუქცია, რომელსაც საქართველოში დიდად არ ქონდა რეალიზების ესე ვთქვათ და ამიტომ მე პირიქით ეგ მომეწონა, იმიტომ რომ ჩემთან მქონდა ეს კონცეფცია, რომ ლიმიტირებული კაფსულა კოლექციები, რომელთაც ვთქვათ, საზღვარგარეთ ფეშენისტა ადამიანი, რომელიც არის, ხო, ანუ უნდა რაღაცა განსაკუთრებული, რაღაცა ისეთი არა მას მარკეტის, რაღაც თვითონ გამორჩეულად რო ეცვას და რაღაცა ესეთი კონცეფცია მქონდა, რომ ჩვენთან საიტზე ყოფილიყო შესაძლებელი ესეთი გამორჩეული კაფსულა კოლექციების პოვნა და ნუ აი ერთ-ერთი იყო შენი კოლექცია, რომელიც გამორჩეული იყო მართლა თავისი ქვილთის ტექნიკის. საკმაოდ საინტერესო კონცეფცია იყო შენი ჯეოფეშენლების და დღეს რა ეტაპზე ხარ და არსებობს თუ არა ისევე ჯეოფეშენლები? დღეს სამწუხაროდ მომიწია ჯეოფეშენლების დაკეტვა, თუმცა არ გავჩერებულ ვარ და იგივე ვაგრძელებ ონლაინ ფორმატში იგივე კონცეფციას, ეს უკვე unistyle.com-ზე იქნება და უკვე ტექ კომპანიათ მოდური ტექ კომპანია იქნება, მოდის ტექ კომპანია იქნება, რომელსაც იგივე რა თქმა უნდა და ანუ იგივე კონცეფცია აბსოლუტურად, ის იგივე კაფსულა კოლექციები, უბრალოდ ეხლა დიდი გამოცდილებით ასე ვთქვათ და კავშირებით და უფრო სხვანაირად დავიწყებ. თუმცა ნუ პრობლემები ანუ ისევ იმ დიზაინერებთან აგრძელებ ზოგადად ძალიან დამწყები დიზაინერებისგან აღარ ვაპირებ რომ დავაკომპლექტო, იმიტომ რომ ძალიან დიდი პრობლემაა თუ ეს პროცესები არ გაიარა, თქვა თუ მოერგებიან რა თქმა უნდა იმ სტანდარტებს და იმ პირობებს, რაც unistyle-ers აქვს, რა თქმა უნდა დავაკმაყოფილებთ, მაგრამ აი შენ ახსენე რომ აი არ ქონდათ ლუკბუქები, არ ქონდათ კი, ძალიან ეხლაც ძალიან დიდი პრობლემა. მიუხედავად იმისა, რომ 7-8 წელი გავიდა, ეხლაც ძირითადად ან street style-ი აქვს გადაღებული და აი მაგ თემას რომ მიუბრუნდეთ, მაგ რა უნდა ქნას მაგ დიზაინერმა საქართველოში, ვისაც არ აქვს თუნდაც აი ამდენი საშუალება, თუნდაც ან ცოდნა იმისა, რომ აი ეს ყველაფერი ესე რეგლამენტების შესაბამისად. მაგიტო გვინდა რომ unistyle-ers-ზე გქონდეს საშუალება, ნუ ჯერჯერობით ყოფილებს ის დიზაინერი მოთხოვნებს და უბრალოდ აქვს ის საშუალება, რომ აწარმოოს პროდუქცია. გვექნება სერვისის სახით გვინდა რომ ჩვენ შევთავაზოთ იგივე ghost mannequin, უბრალოდ ხო რაღაც ჯერჯერობით ხა პროცესში როდესაც ჩაეშვება, მე უკვე ესეც ფინანსებთან არის რა თქმა უნდა დაკავშირებული და ინვესტორის მოძიების საკითხზე ვართ ახლა, რომ კონდეს ამისი საშუალება, რომ თქვათ შევთავაზოთ თვითონ unistyle-erმა შეესთავაზოს ქართულ დიზაინერებს, რომ კონდათ საშუალება, თქვათ იგივე სტუდიაში ghost mannequin-ზე ჩვენ მივცეთ production-ი, ესე ვთქვათ. კი, გადაუღოთ ეს ყველაფერი, კი. იქნება თქვენი მხრიდან შეთავაზებული სერვისი. კი, ეს სერვისის სახით იქნება კიდე ცალკე. ნუ, იმიტომ რომ სხვა ვარიანტი, სხვა ალტერნატივა დღესდღეობით არ არსებობს, იმიტომ რომ ისევ ის პრობლემა რაც მაშინ იყო და თვითონ ghost mannequin-ზე გადაღებული ძალიან რამდენიმე დიზაინერს აქვს რა, ვთქვათ, იგივე ხა ტექ მიმართულებით ხო გჭირდება რომ ჩაიცვას ეს რაც არის ატვირთული, ანუ თუ არ არის ghost mannequin-ზე გადაღებული
სხეული რეალურად ვერ მოხერხდება იმისი ჩაცმა და თქვათ სტილიზაცია. იგივე თქვათ შეგვიძლია ვთქვათ იგივე რეკომენდაციის სახით ვეყოლება AI სტაილისტი, ეხლა სახელსაც ვფიქრობთ რა დავარქვათ, თვითონ. და ვთქვათ ნებისმიერ აი როდესაც შემოვა ადამიანი დაილაპარაკებს, ვთქვათ ეტყვის რომ მოდი ვეძებ გამოსასროლ ყაბას და ონლაინ რას გვაქვს ატვირთული გამოსასროლი კაბი, ან შეიძლება კონკრეტი კამისას ვთქვათ რა ფერს ან რა სტილს ეძებ, ყველაფერი ნებისმიერ რაღაცა შეუძლია უთხრეს და იმის მიხედვით რაც არის ონლაინ მაღაზიაში, მე შესთავაზებს. თუ ვთქვათ იმ მომენტში ონლაინ მაღაზიაში არ გვაქვს, შეგვიძლია რომ სტილიზაცია მივცეთ, ვთქვათ რაღაც სხვადასხვა იდეები მივცეთ, ტენდენციების მიხედვით, ვთქვათ რა არის მოდაში, ან სხეულის თავისებურების მიხედვით. ნუ ეს ცოტა უფრო შემდეგი ეტაპია, იმიტომ რომ ეს ინვესტირებას საჭიროებს. ძალიან კარგი პროექტია და წარმატებებს გისურვებთ. კი, მეც მგონია რომ ძალიან საინტერესო პროექტია, თანაც ერთბაშად ყველანი შეუტევთ და ანუ ერთი პასუხისმგებლობა გვექნება ყველას, რომ ხარისხზე ავიყვანოთ ჩვენი პროდუქცია, იმიტომ რომ ყველას გვინდა რომ საერთაშორისო ბაზარზე გავიდეთ და მithomet ეს ჩვენი დიზაინერების საერთო ბაზრის გამოცდილება, იმიტომ რომ ვახსენოთ ასევე რომ აწარმოეს საქართველოს ეგეთი ძალიან ბევრმა დიზაინერმა შეძლო რომ მიიღო მონაწილეობა საერთაშორისო გამოფენებზე, საიდანაც გამოცდილება მიიღეს, ასევე ბევრ ტრენინგს დავესწარი, რომელიც ეხებოდა ექსპორტს და იგივე უამრავი ვთქვათ რაც არის სერტიფიკატები, აი ძალიან დიდი ცოდნა არის, რაც უნდა აი მე ჩემ პირად გამოცდილებას გეტყვი. საკმაოდ რთული არის, ისევ და ისევ ალბათ ფინანსურ რესურსთან მივდივართ და პირველ რიგში ნედლეულის უქონლობასთან ელემენტარული მე 2017 წელს მქონდა კოლექცია წაღებული პარიზში. Paris Bridal Fair ესე ერქვა, სადაც უნდა წამეღო კოქტეილის კაბები. Bridal თემა იყო, ხო? ან საკურთხეველი Bridal თემა იყო კი, ოღონდ, ნუ კოქტეილის საღამოს evening dress-ის იყო და მაშინ მახსოვს, რომ წავედი წავიღე ჩემი არსებული კოლექცია, რაც მქონდა იმ დროისთვის აქტიურად ვაწარმოებდი საღამოს კაბებსაც და ისეთ კოლექციებს, რაც ჯდებოდა იმ კონცეფტში. და მაშინ რომ მოხვდი უშუალოდ იმ fair-ზე, ესე ვთქვათ, გამოფენაზე, ხო? ძალიან ამოვარდნილი იყო ჩემი კოლექცია. აღმოჩნდა, რომ ეს იყო დიდი სავაჭრო ბაზარი, ესე ვთქვათ, სადაც მასმარკეტზე გასასვლელი კოლექციები იყო გათვლილი და ეს ბაიერები რომ მოდიოდნენ ჩემ დახთან, ესე ვთქვათ, გაოცებულები იყვნენ, რომ ესო უნდა წავიდესო Fashion Week-ზეო და არა აქო. ანუ ოტკუჭურს თემა მქონდა, ოტკუჭური იყო, მაშინ არ მქონდა ამდენი გამოცდილება. და ასე აღმოჩნდი, მოკლედ, მე რა თქმა უნდა, მაგეთ აღარ წავსულვარ, მაგრამ იმის თქმა მინდა ამითი, რომ აი მე მქონდა ის პროდუქცია, რომელიც შეესაბამებოდა ოტკუჭურს. მაგრამ არ მქონდა შენი გადაწყვეტილება, შენი ინიციატივით წახვედი, ხო, როგორც მახსოვს და კი, ჩემი ინიციატივით პერიოდში მე ვიძიებდი აბსოლუტურად ყველაფერს და ჩემი ხარჯებით და ჩემი ყველაფრით დავდიოდი და აი რომ მომხვდარიყავი იმ სფეროში, სადაც უშუალოდ ეს პარიზი Fashion Week-ი, თუნდაც ეს აწარმოეს საქართველოს რა ბაზარზეც არის გასული, მაგისთვის მე ძალიან დიდი მოთხოვნები მქონდა შესასრულებელი, რაც იმ პერიოდისთვის ჩემთვის უბრალოდ არ მქონდა ხელთ ეს რესურსი. იქ იყო ჩამოთვლილი სიაში თუნდაც იმ ნედლეულის აღწერა რა შემადგენლობაც იყო რომელიც საერთოდ ამაზეც ვისაუბროთ აუცილებლად ეგ არის ყველაზე დიდი გამოწვევა მე ვფიქრობ დღეს ხო იმიტომ რომ რეალურად კოლექცია როდესაც მზადდება ნებისმიერ ონლაინ მაღაზიაში როდესაც შევალთ აი თქვათ ნებისმიერში ყველგან წერია პროცენტული მაჩვენებელი ქსოვილის რა შემადგენლობა არის იმიტომ რომ თქვათ არის ადამიანი არის როდესაც ალერგიულია ხო ცოტა გამხელილი ჯობიაო და ქართული პროდუქციაც შაბლონურად რაღაცას აკრავს ხო თუნდაც კიდევს თავის პროდუქციას მაგრამ ეს ხო არ არის ის რეალური მაჩვენებელი ანუ ჩვენ ხო რეალურად არ გვაქვს ის მონაცემები რა ქსოვილს ვყიდულობთ იმის მონაცემები ჩვენ არ გვაქვს. მაგრამ იმისათვის რომ ჩვენი პროდუქცია გავიდეს, რაღაცა შაბლონური, ესე ვთქვათ, არარეალური იარლიხი აქვს, მაგრამ მოდი ჩავშალოთ, რატო არ აწერია, ანუ რატომ არ გვაქვს.
რატომ არ გვაქვს, ხო, თქვათ, ბაზარზე არის რამდენიმე მაღაზია და თქვათ იგივე ბაზარი, ხო, თქვათ. ამ მაღაზიებში როდესაც მივდივარ და გვინდა რომ მოდი ჩვენ გადავწყვიტეთ რომ ვიყოთ ძალიან პირდაპირები და გულახდილები ხო ზოგადად იმიტომ გადავწყვიტეთ ამ პოდკასტების სერიების გაკეთება და პირდაპირ ვთქვათ თუნდაც იმ ბაზრის სახელები კი ბატონო ლილოს ბაზრობას სადაც უმეტესი სხვა ბაზარი ფაქტიურად არ გვაქვს რა თქმა უნდა ხო სხვა ბაზარი არ გვაქვს და გვაქვს კიდევ 3-4 მაღაზია სადაც თქვათ შეიძლება რომ შეიძინო მასალა ხო მაღალი ხარისხის და მაღალი გასით შესაბამისი მასალა შეიძინო ანუ არც ერთ ლოკაციაზე არც მაღაზიაში არც ლილოს ბაზრობაზე ნუ მე თვითონაც ბრენდი ხომ აქვს და ანუ ვიცი იქაც მივდივარ და ნუ მე თან ესეთი ტიპი ვარ როდესაც ხა მოდი მას მოვიყვან მაგალითად იაპონიაში მქონდა შეკვეთა პირველად სანამ ჯეოფეშელებს ჩაუშვებდი რაღაც ონლაინ დამიკავშირდა ერთ-ერთი ადამიანი და ნუ მაკინეს კუთხიდან და უნდა რომ საქართველოში შეეკერა რაღაცა ესე იგი 60-იანი წლების სტილი და რაღაც ეს დამიკავშირდა მოკლედ ხო უბრალოდ ქართულმა დამაკავშირა მე ონლაინ მომწერა ინსტაგრამზე და ნუ დავთანხმდი და მოდი შევკერავთ თქო რაღაც რამდენიმე ის კოლექცია კაფსულა კოლექცია უნდა გამეკეთებინო და მოვიწი ხა მასალა ხო უნდა მოვიძიო ნუ თქვათ რაღაცა ერთი შევიძინე ერთ-ერთ მაღაზიაში მე გავედი ბაზარზე და იქაც მოვშვები და ნუ ესე იგი შემადგენლობებს კითხულობ რომ რა არის იმიტომ რომ საზღვარგარეთ ვაგზავნი და იქაც ონლაინ მაღაზიას აკეთებდა და უნდა რომ დეტალურად ხო უნდა იყოს ჩაშლილი ხა რას კი ბატონო გასაგებია ვიზუალურად ჩანს მაგრამ რისგან არის ეს ქსოვილია, იმიტომ რომ შეიძლება ადამიანს ალერგია აქვს და ანუ კონკრეტულად აინტერესებს ხო თქვათ პოლიესტერზე აქვს ალერგია და არ უნდა რომ შეიძინოს. ნუ ესე ჯერ ხო არავინ არ მითხრა რომ რა ის არის და რაღაც სახელები მითხრეს ესე იგი ზარსასაცილო, სალსა, ზარა, აი ესეთი კარგად მახსოვს და ანუ შესაძლოა ბარბი და რაღაც ესეთი სახელები რომელიც ადგილობრივ მომწოდებლებსაც ეს არ აქვს დოკუმენტირებულად ხო ეს ხო მაგრამ რეალურად მე როგორც ვიცი ანუ როდესაც მოდის ქსოვილი საზღვარგარეთიდან ხო ეს შემოგრული ხო აქვს რაღაც ესეთი ქაღალდი რაზეც აწერია ეს ყველაფერი და ანუ ამას რომ მოახევ და გადააგდებ რა უნდა არ მოახიო და წაიკითხე ხო თქვათ რა შემადგენლობა არის ხო მაგრამ თუ კონტროლი არ არის ნახე კიდე ეს მომენტია თუ კონტროლი არ არის და რატო დავიმახსოვრო ეხა ის პროცენტული შემადგენლობები რა არის ანუ ისევე მივდივართ განათლების სისტემასთან თუ ეს ცოდნა არ აქვს ჩვენ დიზაინერებს რომ ეს მოვთხოვოთ ცოდნა შეიძლება გქონდეს მაგრამ ვიღაცამ ხომ უნდა გააკონტროლოს. საბაჟოზე შემოდის მაგ საბუთით უკვე ხო და ალბათ. საბუთით ხო მithumedes თუ შემოდის, მაშინ რატო არის დამალული? ანუ საბუთით თუ შემოდის. ეს უბრალოდ მგონია მომწოდeblis დაუდევრობა. ხო და მაშინ კონტროლი, ნახე დიზაინერი მიდი ჩვენ დიზაინერებმა უნდა მოგითხოვოთ ეს ინფორმაცია, როგორც ეს. კი, მაგრამ ხო მოგითხოვია? კი, და არ ქონიათ. მე მომითხოვია, ყველას მოგვითხოვია, მაგრამ აქ მივდივართ, თხოვლობთ, უკან მოვდივართ, არ გვაქვს და მე რაღაცა არასერიოზული დამოკიდებულება, რაღაც სისტემაა ეს, რომელიც ზარა და რაღაცებს ტყუილებს ვიძახით, რამდენია შემადგენლობა, ანუ ეს ხო არ არის ნორმალურია, თუ საუბრობთ, რომ გვინდა რომ ევროპულ ბაზარზე გავიდეთ და ევროპულ სტანდარტებს ვაკმაყოფილებდეთ, შესაბამისად, კაი, მოდი რა ალტერნატივა გვაქვს სხვა. და აქვე ბოდიში ჩავეძებ მეორე პრობლემა, გარდა იმისა, რომ შემადგენლობა არ გვაქვს და არ ვიცით, ანუ ოკეი, გავაკეთე, შევკერე, გავუშვი, ბაზარზე წარმატებულია და შემომივიდა კიდე შეკვეთა და ამ დროს მე მარაგი არ მაქვს ამ ქსოვილის. და ამ შემთხვევაში მარაგს ნახე, თუ სემპლი არ გააკეთე, იგივე ნიმუში თუ არ გააკეთე, ხო, იმ მომენტში. იმიტომ რომ უნდა იცოდე ეს, რადგანაც შემადგენლობაში არ იცი, თქვათ, იგივე ორთქლში რა შვება ეს ქსოვილი, რამდენად დგება, ანუ ეს ყველაფერი არ იცი, ხო, ამიტომ ნიმუში უნდა შეიკეროს. მოხმარების და მოვლის წესებში წყო ეს. რა თქმა უნდა, ანუ ყველაფერი გჭირდება და თუ თქვათ ერთი კვირა მაინც ხო ჭირდება რომ ნიმუში გაკეთდეს. ერთ კვირაში გადიხარ და აღარ არის ქსოვილი. ამ შემთხვევაში ჩათვალე რომ ის დროს ტყუილა დაკარგე და ან თუ თქვა კარგი წამოიღე დაასაწყობე, დადე და მე რეალურად არ მოგეწონა, იმიტომ რომ ან რაღაცა ხარისხით გაფუჭდა და ეს ფაქტიურად ხარჯი არის შენთვის ტყუილა გაიღე ეს ხარჯი. რა არის გამოსავალი? ანუ მივდივართ იქ რომ იგივე ადგილობრივმა დიზაინერმა უნდა შემოიტანოს ეს ხარჯებთან არის ხო რამ ხარჯებთან დაკავშირებული და კიდე ნახე დამწყები დიზაინერი როდესაც გადაფრინდება და ჩამოიტანს ჯერ ერთი არ იცის
შემადგენლობა რომელი არჩევს თქვათ იგივე თურქეთში რო გადაფრინდეს ხო იმ ხელა არჩევანია თქვათ და არიცი რა შენ თუ არ ახარ ამ საქმეში გარკვეული არიცი რომელი არჩიო შეიძლება უცებ შეხედო რაღაც და იყიდო და მოგეწონოს ვიზუალურად შეკერვის მომენტში რაღაცა არ დადგეს ხო ისე ან თქვათ თუ კი მქონდა მე ხა კიდე სხვა ვერსიები მაგალითად იტალიაში გამოფენები როდესაც არის თქვათ ერთ-ერთი ჩემი დიზაინერი იქიდან დამიკავშირდა და მითხრა რომ ანუ რაღაც მეგონა რაღაცა პატარ-პატარა ქსოვილებს მაინც ავიღებდი და მინიმალური ორდერი არის 200 მეტრიო და რაღაცა ხوارიციო აქ იქიდან მეკითხებოდა წარმოიდგინე რომ ხوارიციო ანუ სად შეიძლება კიდე ჩასული არის ადამიანი გამოფენაზე და მინიმალური ორდერით ვერაფერი ვერ იყიდა ჩამოფრინდა მე ამსტერდამში ისევ ჩავიდა ანუ აი ეს მომენტები არის ანუ ეგეც ერთ-ერთი ძალიან დიდი პრობლემა არის ის რომ ქართული დიზაინერები ვერ აწარმოებენ ხარისხიან პროდუქციას თუნდაც ხარისხიანს თავი რომ დავანებოთ ანუ ერთ რაღაცას რო გააკეთებ ან რა ვთქვა აი 10 ნივთი გააკეთე მე ქსოვილი რადგანაც აღარ გაქვს ან უნდა ელოდო მე ქსოვილი როდის ჩამოძეს შესაბამისად სეზონი აღარ წარმატებული ხაზია ესე გამოვიდა და შენ ვეღარ აწარმოებ იმიტომ რომ ქსოვილი აღარ ხო დამთავრდა ის და გიწევს ახლა შემდეგი რაღაცა გააკეთე ან მოკლედ ისეთი მომენტია რომ ხელი გეშლება რა პროცესში მიდიხარ და ქსოვილი და ეს ყველაფერი ხელს გიშლის ანუ ვერ წახვალ ვერ ჩამოიდა აქედან გამოსავალი არის თქვა კიდე რომ სამხარაულის ექსპერტიზა არის მაგრამ აქაც ხარჯებთან მივდივართ იმიტომ რომ როგორც ვიცი 200 თუ მეტი არის რომ თქვა იდენტობა რომ ერთი ქსოვილის ერთი და ნუ თქვა კოლექციაში ხო არის რომ თქვა შეგინდა რომ რამოდენიმე ქსოვილი იყოს კომბინირებული და რაღაც და შესაბამისად დამწყები დიზაინერისთვის საკმაოდ დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული. დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული, თანაც ამის ცოდნა და ინფორმაცია არ აქვს და ამიტომ ჯობია რომ დიზაინერი სანამ დაიწყებს სამყარო რაღაცა ბაზა ცოდნა კონდეს, რასთან მოუწევს გამკლავება პროცესში. რა უნდა ჩვენ ძალიან გლობალურ საკითხთან მივიდივართ, როგორიცაა განათლების სისტემა, ანუ ეს ყველაფერი უნდა იყოს მიწოდებული, იმიტომ რომ პროცესებში გავიარე ეს ყველაფერი. თავიდან მეც ყველაფერი ვიცოდი, ენთუზიაზმით დავიწყე, საერთოდ არ მესმოდა ვიღაც მეტყოდა არა ნელია აი ეს ერქებით ენთუზიაზმით წავედი ძალიან ბევრი დავკარგე ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე სამაგიეროდ და ბევრი კავშირი და ამდენი ადამიანის გამოცდილება მე გაზიარებული და ანუ ეს ისეთი მომენტია ხა შოურუმი შეიძლება დავკეტე მაგრამ ამდენი ადამიანი რომელიც გენდობოდა ერთად უზიარებთ ერთად იზრდებოდით ეს ყველაფერი ხოლმე დაიკარგოს ნუ სადღაც უნდა გაზიარდეს და აი აგერ მოვედით პოდკასტის იდეაში სადაც ვაზიარებთ უკვე აღნიშნე ალბათ მივდივართ იმასთან რომ ეს არის განათლების შემადგენელი ნაწილი იმიტომ რომ ცნობადობა უნდა გაიზარდოს ამ ყველაფრის უნდა იცოდნენ ზაობა უნდა კონდეთ რომ თავიდანვე კი რომ რასთან მოუწევთ შეხება მე გავაზიარებ ჩემ გამოცდილებას დახატვა და ქსოვილის შერჩევა და შეკერვა არ არის რა ნუ ეგეც შეიძლება ხა ქსოვილთან აგერ ვისაუბროთ უკვე რა პრობლემა შეიძლება შეიქმნას თვალსაჩინოებისთვის პატარა ეპიზოდს მოვყვები ჩემი გამოცდილებიდან რაც აქ საკმაოდ დიდი ხნის წინ დავამთავრე მე ჩემი სწავლა განათლება, მაგრამ ყოველთვის მქონდა ოცნებად მარაგონში. ხო, ეს უნდა მეკითხა, იმიტომ რომ ეს მარაგონის გამოცდილება ძალიან საინტერესოა. კი, და მიუხედავად დიზაინერებისთვის შარშანგავიარე, მოკლე კურსი იყო. აი, კურსი და პრაქტიკა, მოდი რაღაცა ესე იმავს. თქვა გაიარე კურსი, კურსმა რა მოგცა და მე პრაქტიკამ რა მოგცა. იცი რა არის მე უშუალოდ ფეშენის მიმართულებით არ გამივლია ან წარმოების მიმართულებით ეს კურსი უკვე რადგან არსებული ჩემი მდგომარეობიდან გამომდინარე ბიზნესი მაინტერესებდა და ფეშენ ბიზნეს კურსი იყო რომელიც მე გავიარე თუმცა იმ მოკლე კურსმაც იმხელა ინფორმაცია მომცა და იმხელა ზღვა მასალა მომაწოდა თელი წარმოების სკეჩის ჩახატვის პროცესიდან დაწყებული აი თაროზე რო შემოიდოს გასაყიდად პროდუქცია აი იმ მომენტამდე დასრულებული იქნება ეს პროდაქშენი, წარმოება, მარკეტინგი, რისელერებთან ურთიერთობა, აი ყველაფერი აურაცხელი სხვა მასალა არის ეს რისი ცოდნაც და გათავისებაც შენ თუ ეს თავიდანვე არ აქვს ეს მოლოდინები, ეს ცოდნა, ბიუჯეტი თუნდაც ამ ყველაფერზე გათვლილი რომ შენ რო დახატავ იმას და ხორცშიასხავ მე ქსოვილით,
იმის რეალიზება სად უნდა მოახდინო. კი, რა თქმა უნდა, მე არის კიდე ერთი ეტაპი არის ეს, მე პატარა მცირე კურსმაც კი იმ ხელა სხვა ინფორმაცია მომცა, მე წარმომიდგენია და უკვე მიზნად მაქვს რომ გრძელვადიანი კურსი გავიარო. წარმომიდგენია ეს გრძელვადიანი კურსი რამხელა ცნობას და რამხელა პროფესიონალიზმს გაძლევს და აი ეს არის სწორედ ალბათ არ ვიცი ახლა შეიძლება საქართველოშიც წამოვიდა ერთი ორი პროგრამა მომიკრავს მე ყური რომ არის და საინტერესო იქნება სხვათა შორის მათთან ჯერ ახალი ტალღა არის და ნახოთ რას მოგცემს ხო ხა შეიძლება მარაგონის დონის არ იყოს არაფერი მაგრამ ის საბაზისო ცოდნა რასაც ელემენტარული ჩაახედებ შიდა სამზარეულოში რომ აი ეს გელოდება შენ წინ და ამისთვის ხარ მზად და უბრალოდ ვარდისფერი სათვალეებით რო არ იყურონ და უბრალოდ ენთუზიაზმით რო არ შეუდგენ იმ გზას და რამდენი რამ დავკარგეთ თუნდაც ჩვენ ამ პროცესში ხო და რამდენი რამე ვისწავლეთ უშუალოდ ჩვენი გამოცდილებით ჩვენ თავზე გავლილი პროცესით, ხო? კი, ჩვენი პროცესი და მე კიდევ ვიტყოდი, რომ ძალიან დამეხმარა სხვადასხვა დიზაინერების გამოცდილების გაზიარება, რაღაც თავიდან იყო, რომ თითქოს ყველა რაღაც თავისთვის მუშაობდა ჩუმად, არავის არ უზიარებდნენ და ჯეოფეშელების ქვეშ, ასე ვთქვათ, ძალიან ბევრი დიზაინერი გავიცანი, რომლებიც ახლა როგორც რადგანაც ეს საერთო 사ქმე იყო და საერთო ღირებულებების, უკვე მარტივად ხდებოდა გაზიარება ინფორმაციის და ამიტომ როდესაც მე ღია ვიყავი მათთვის თუნდაც გადაღებების კუთხით, თავიდან ახლა ეს რაც მიყვარს ეს ყველაფერი, ყველაფრის ფასის გარეშე ვაკეთებდი და იმიტომ რომ ეს იყო ჩემი, ასე ვთქვათ, დრაივი, ჩემი мотиваცია, რომელიც მაძლევდა საშუალებას, რომ წინ და წინ წავსულიყავი ბევრი ადამიანი გამესწონ და თან მათი ასე ვთქვათ დადებითი შეფასება კიდევ უფრო მეტ სტიმულს მაძლევდა რომ სწორ გზაზე ვიდექი და სწორად მივდიოდი. თუნდაც ის გამიქსვა, ხა მე ვთქვათ მოყვარული ვარ არ დავიმთავრებია, მაგრამ ჯამში ის რომ ამდენი დიზაინერი უკვე მენდობოდა და ჩემი მიქსი მათი და სხვადასხვა ტანსაცმლის მიქსი მათთვის მისაღები იყო და მე უკვე სწავლობდი მათ გემოვნებასაც და ვცდილობდი რომ მათი საშუალებით უფრო ისეთ შემეთავაზებინა რომ საინტერესო ყოფილიყო. ამ ყველაფრით მივედი იქამდე რომ რაცა საერთო დიდი მოში ლაბორატორიაში მოვხდი ასე ვთქვათ, სადაც ერთად მუშავდებოდა ეს ყველაფერი, ყველა ვთქვათ იგივე კონსტრუირების თემები, იგივე შეკერვის, სტაილინგის, ფოტოგრაფიის და ყველა სფერო, რაც ვთქვათ ეხება იგივე მოდის ინდუსტრიას. ძალიან საინტერესოა ეს ყველაფერი და მე მგონი რომ ამ უწურავი თემა არის იმდენი რაღაც არის განსახილველი რომ მე მგონი საინტერესო ისტორია გველოდება ჩვენ პოდკასტებში, რომელსაც ჩვენ დიზაინერები გაგვიზიარებენ და მე მგონია რომ ძალიან საინტერესო იქნება მაყურებლისთვისაც ამ ყველაფრის მოსმენა. ზუსტად მაგაზე მინდოდა ერთი კომენტარი გამეკეთებინა შე რო თქვი რომ შენ შემთხვევაში შეიძლება ეს გაზიარებადი იყო ინფორმაცია, თუმცა საქართველოს პირობებში და ესე დამოუკიდებელი ინდივიდუალური დიზაინერები როგორც წესი ერთმანეთში არ აზიარებენ კი, ეს ტენდენცია ნამდვილად იყო. კი ინფორმაციებს მაგრამ მე მგონია რა სალაპარაკო თემა არის ვფიქრობ. მე მგონია რომ ჩვენი პირველი პრიორიტეტი უნდა იყოს რომ ქართული პროდუქციის ხარისხი ავწიოთ და სტანდარტები იყოს, თუნდაც ჩაერთონ HR-ები ამ მიმართულებით, რომ ატელიაში ვთქვათ იგივე სტანდარტები უნდა იყოს მას-მარკეტის სტანდარტები, ვთქვათ პრემიუმ კლასის სტანდარტები, დამუშავების ეს ყველაფერი ეს სერიოზულ დონეზე თუ არ გავედით, ვერასდროს ვერ წავალთ წინ. მოდი ეს სტრუქტურა ავდგეთ და ჩვენი შემდგომი პოდკასტებისთვის ჩამოვაყალიბოთ. მე მგონი რომ მაყურებლისთვისაც საკმაოდ საინტერესო იქნება, არ ვიცი, ვისაც მოდის სფერო და მოდის ინდუსტრია გაინტერესებთ და ვისაც მოგეწონათ დღევანდელი ჩვენი პოდკასტი, აუცილებლად დაგჭირდება თქვენი დახმარება, რაც გამოიხატება იმაში, რომ მოიწონეთ ეს ვიდეო, გამოიწერეთ ჩვენი არხი. გაგვიზიარეთ თქვენი უკავშირი. აუცილებლად უკავშირი. რა თემასთან დაკავშირებით ნიშნავს? ვისაუბროთ. კომენტარებში შეგიძლიათ მოგწეროთ თუნდაც ის თემა, რა თემის ირგვლივაც გნებავთ სიღრმისეულად ვისაუბროთ. გვეყოლება საინტერესო სტუმრები ამ სფეროში მოღვაწე იქნებიან ეს დიზაინერები, ბლოგერები,
პროცესებს გაჩვენებთ კიდევ დიზაინერებს, იმიტომ რომ აუცილებლად კადრს კადრს მიღმა მიღმა სცენები პროცესები ძალიან საინტერესო ძალიან იქნება. საინტერესო. თუ მოკლედ როგორ ძალიან ხდება დიდი ამ გეგმებით დამუშავება ვართ. და ყველაფერი, ანუ პროცესები, რომლებიც უფრო ნათლად დაგანახებენ, რომ არ არის ესე მარტივად ვთქვათ რაღაც, რომ უცებ ფასი დადეს, რატო ღირს ეს ფასი ან რაღაცა აი, ხო, ამხელაში ეს რომ კიდე არის. ძალიან საინტერესო ამ ყველაფრის კითხვა არის, მიღმა. რატო ღირს ქართული პროდუქცია ესე ძვირი. მოკლედ მეგობრებო, ამ ყველაფერზე ჩვენ ვაპირებთ რომ გავაგრძელოთ საუბარი და თხოვნა იქნება რომ დაგვიჭიროთ მხარი ამ პოდკასტის მოწონების, გაზიარების და გამოწერის, არხის გამოწერის სახით. მადლობა და დროებით და შევხვდებით კიდევ არაერთხელ. ძალიან დიდი მადლობა და დაგემშვიდობებით ჩვენ დღევანდელი პირველი ეპიზოდიდან.